გილოცავთ დედის დღეს, სამწუხაროდ ივანიშვილის ხროვას, როგორც ჩანს, დოქსოპულოსავით დედები აღარ ხავთ. ამიტომ მოგილოცეს გაზაფხულის დღესასწაულები რუსთავი 2-ის მიტაცებით. მეგობრებო, ეს არ ეხება მხოლოდ ერთ ტელეკომპანიას. სასწორზე დგას საკითხი. ჩვენ მოვახდენთ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს, თუ ივანიშვილი მოახდენს საქართველოს დემონტაჟს და ჩვენ უნდა მოვახდინოთ ამ ხელისუფლების დემონტაჟი. აი ეს იქნება და ეს არის ჩვენი ისტორიული მოვალეობა და ამოცანა. მთელი საქართველო, თვითოული მისი მოქალაქე უნდა გადაიქცეს წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის სუბიექტად. ეს წინააღმდეგობა უნდა გადაიზარდოს მასობრივ საპროტესტო მოძრაობაში, რომლის შედეგადაც მთავრობა წავა სახლში ან ციხეში, ხოლო გლობალურად ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ მივმართავთ ევროპის სასამართლოს სტრასბურგში. შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პოლიტიკური და უღირსი გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღეს. მივმართავთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და ევროპის კავშირს. გაყინონ ივანიშვილის სისხლიანი კრიმინალური ანგარიშები თავიანთი ქვეყნის ბანკებში და ეს გააკეთონ რაც შეიძლება სწრაფად. მივმართავთ ჰააგის სისხლის სამართლის ტრიბუნალს. დაჩქარდეს ივანიშვილის მიმართ ჩვენს მიერ შეტანილი აპელაციის განხილვა და ამ საშიში კრიმინალის პასუხისმგებაში მიცემის პროცესი. მეგობრებო, მე რამდენიმე წლის წინ ივანიშვილი ჯერ არ იყო კიდევ გამოსული პოლიტიკაში, როდესაც განვაცხადე, რომ იგი არის საქართველოს უბოროტესი მტერი. მაშინ სხვანაირად იქნა ზოგიერთისგან გაგებული. დღეს ალბათ უმრავლესობა ერის დარწმუნდა, რომ საქმე გვაქვს მტერზე უარეს მოვლენასთან. ამ პიროვნებამ ჩაყლაპა ქვეყნის პოლიტიკური სისტემა, მან მიითვისა ეკონომიკა და ბიზნესი, მოსახლეობა გადააქცია ბანკების და სესხების მძევლად, მიიტაცა პოლიტიკური ინსტიტუტები, იყიდა პარლამენტი, მთავრობა, ხელისუფლება, სახელმწიფო, გახლიჩა და ერთმანეთს დააპირისპირა უწმინდესი სინოდი, მეტი მტრობა, რომელიც გაუკეთებია ერთად აღებულს. შახაბას, თემურლენგს, მურვანყრუს, რუსს, თურქს, მონგოლს, სპარს, არავის, მეგობრებო. პირდაპირ გულში აღმოგვიცენდა მოსიარულე ბოროტება, რომელსაც ხეები უფრო უყვარს ადამიანებზე, მის მიერ მოტყუებულ ადამიანებზე, რომელსაც ცხოველები უფრო უყვარს, თავისი საკუთარი ცხოველები, თავის ქვეყანაზე. და ჩვენ აი ეს ბოროტება და ეს ჭირი, ეს სახადი უნდა მოვიცილოთ, მეგობრებო. არ არის ეხლა იმის თქმის დრო, რომ არ მეხება მერე რა. ეს აკლემი ყველას კარზე დაიჩოქებს, როგორც ნათქვამია. ეს უბედურება, ეს მტერი, ეს საშინელება ყველას ოჯახში შემოვა და შემოვიდა უკვე. შემოვიდა თავისი ტყუილი დაპირებებით, შემოვიდა უმჩევრობით, შიმშილით, სიღატაკით, დაძვირებით, ვალუტის გაუფასურებით, სამუშაო ადგილების განადგურებით, დაწვით, გლეჯით, საყდრისის აფეთქებით, საქართველოს ტერიტორიების გაყიდვით ოკუპანტზე, მისი ინტერესების გასხვისებით. და მე მინდა ამასთან ერთად ვთხოვ ევროპის კავშირს, რომ არ შეაჩერონ უვიზო რეჟიმი, რომელიც საქართველოს მიმართ ამუშავდა რამდენიმე დღის წინ. ქართველი ხალხი ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან არაფერ შუაშია. მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან არაფერ შუაში ხალხი არ არის და ამიტომ ხალხი არაფრის დიდებით არ უნდა დაზარალდეს კიდევ უფრო მეტად, ვიდრე დაზარალდა არც საშინაო და არც საერთაშორისო ასპარეზზე. საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება ჩვენ გვინდა, სწორედ აი იმ რაკურსში რაც მოგახსენეთ, მისი ანგარიშების გაყინვა, მან უნდა გაიგოს შიმშილის გემო, მან უნდა გაიგოს რას ნიშნავს ბანკისგან დაყადაღებული ადამიანების მდგომარეობა, სულიერ და ფიზიკური მდგომარეობა, საკუთარ თავზე და საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს და აი მაშინ უნდა დავეხმაროთ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება. ეს არის გადარჩენის გასაღები, მაგრამ მარტო უცხოს იმედზე ყოფნა, მარტო იმ იმედზე ყოფნა, რომ ჩვენ ტელევიზიით გავიგებთ განარჯობის ამბებს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საშიში ილუზია და შესაბამისად
პარტია ჩამოაყალიბებს უახლოეს ხანში კონკრეტულ სტრატეგიას, რის თაობაზე ჩვენ მოსახლეობას დაუყოვნებლივ შევატყობინებთ. თავარია ახლა ხელი არ ჩავიქნიოთ, თავარია ეს საქმე არ მივიჩნიოთ რუსთავეორის საქმეთ, არ არის ეს რუსთავეორის რო უკავშირდებოდეს მარტო, კიდევ რაღაცა იქნებოდა ასეთანი. ეს მთელი ერის წინააღმდეგ გალაშქრება, ეს არის დემოკრატიის, თავისუფალი სიტყვის, ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის, ჩვენი თვითმყოფადობის, ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი ფინანსების, ჩვენი ყოფნა არ ყოფნის წინააღმდეგ კიდევ ერთი სერიოზული ლაშქრობის დაგვირგვინება, რომელიც ამ კრიმინალმა თავისი კრიმინალური ხროვის მეშვეობით მიაღწია და ვწუხარ, რომ საქართველოს ყავს ასეთი უღირსი სასამართლო, ყავს ასეთი უღირსი მოსამართლეები, რომლებმაც როგორც ბოლშევიკების დროს ცნობილი სამეულები აწერდნენ ხელს პიროვნების დახვრეტას, ისე მოაწერეს ხელი თავისუფალი სიტყვის დახვრეტას. ამაზეც ისინი აუცილებლად პასუხს აგებენ.